წვიმიანი და ნისლიანი თელავი და სწორედ აი ასეთ ამინდში ხალხი შედის ხოლმე კაფეში, სადაც ცხელ ყავას მიირთმევს, გემრიელ კერძებსაც, რა თქმა უნდა, კაფე ლიმბო, ქეთევან წამებულის 3 ნომერში. პირველად რაც მომხვდა თვალში და რატო შევჩერდი, ეს არის აი ეს მაწონი. აი მითხარით, ვის მიერ არის ნაწარმი, რამდენი აქვს შენახვის ვადა და ვადიანია თუ არა და თავსახური რატო არ ახურავს? აბსოლუტურად არც ერთს ნახეთ. კვერცხი უნდა გაირეცხოს და ისე უნდა შეინახოს და კონტეინერში უნდა იყოს. ეცადეთ რომ ყველაფერი გქონდეთ კონტეინერში და აი ასე ყველაფერი არ გქონდეთ, აი ესე მოთავსებული. აი პამიდორი, რძის პროდუქტი, ეს ხო რძის პროდუქტია, კი ბატონო. ძეხვი, აი ეს ყველაფერი ერთად ერთ სივრცეში არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. ყველაფერზე ვადები უნდა იყოს მიწერილი, ყველაფერი ჰერმეტულად და კარგად უნდა იყოს შეფუთული. ლობიო მოხარშული, გრილდება, ნორმალურია, მისაღებია, გამზადებულია. აჩმა ახალია, იდეალურად კარგი ღუმელები გაქვთ, მაგრამ ეს ახალია და იმედია რომ ასე შეინარჩუნებთ. სულ ახლებია ყველაფერი. ეცადეთ რომ კარადებში აი რო არ დაისვაროს და აი ნახეთ, უკვე სულ ახალ კარადებში აი უკვე ისენია ძალიან ბევრი მტვერი არის, ეს იმიტომ რომ სათანადოდ უნდა სუფთავდებოდეს. სინები, როდესაც განთავისუფლდება, უნდა გარეცხოთ აუცილებლად რომ დაბინძურება არ დაგროვდეს, თორემ მე გაგიჭირდებათ და ფიზიკურად ვეღარ მოერევით. არსებობს სპეციალური პარკი, რომელიც უნდა იყოს გადაკრული, აი ასე, როდესაც მტვერი არის, აი და მტვერიდან აგავი არის, აი ასე, თავდაუხურავი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შენახვა. ძალიან კარგი მაგიდებია. ჭერი იდეალურად გაკეთებულია და ესეც კარგია. იატაკი მოპირკეთებულია, რეცხვა დეზინფექცია არის ძალიან მარტივი და შესაძლებელი. ანუ ყველა პირობა იმისთვის, რომ აქ მომუშავე ადამიანებმა კარგად და სუფთად იმუშაოს. ძალიან მომწონს თქვენი ტაფები, სუფთად და გაწკრიალებულია, მაგრამ აი რასაც ვერ დავეთანხმები, ეს არის აი ქაოტურადა გაქვთ ყველაფერი აბსოლუტურად. ნახეთ, ყველაფერს უნდა გქონდეს თავისი ადგილი. ყველაფერი ქალბატონებო უნდა იყოს მილაგებული და თავის ადგილზე. კაფე ლიმბოს დარბაზი ეხლა სტუმრები არ ყავთ, მაგრამ როგორც ვიკითხეთ, აი ძირითადად დღისით ლანჩის დროს, ანუ შესვენების დროს შემოდიან ადამიანები და საღამოს როდესაც სახლში მიდიან და რაღაცას ყიდულობენ. ნამცხვარს ვხედავ, კი ბატონო, ნამცხვარს არ აქვს სამწუხაროდ არცაც სტიკერი, ხო? როდის არის გამზადებული? როდის არის ეს გამომცხვარი, ეს ნამცხვარი? ყოველ დილას კი ამზადებთ, მაგრამ აბა ვიცით რომ ამ დილას არის გამომცხვარი და არა გუშინდელ დილას. არცად არ აწერი, არც თარიღი, არც შემადგენლობა, არანაირად. კი, გამოიყურება ნამდვილად კარგად მიმზიდველად. კარგი ის არის, რომ გადაფარებულია, ფასი აწერია და აი ზოგიერთ თარიღიც კი აქვს. თევზიც არის, აგერ შემწვარი თევზი, მაგრამ როგორც ვამბობთ, აი არ ვიცით როდის არის შემწვარი. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მართლაც ახალი პროდუქცია. რა მაინტერესებს, თევზს აწვავთ, სადაკეთებთ თევზს? აი ეს მოხარშული არის ზეთში. ხო და სად, აი მე არ ზეთი მინახავს იქ და ამდენი მით უმეტეს გაკეთებული სალათა მე იქ არ მინახია. არც ნედლეული არ მინახია. ამიტომ მაინტერესებს აი ეს სად კეთდება. წამოდით მაჩვენეთ, სად იყავით. გამყევით და მაჩვენეთ. აი სამზარეულოც ვიპოვეთ. მე აქ არ ვიყავი. დიახ, აქ არ ვიყავი. მე ვნახე ერთი სამზარეულო, იქეთ გამწოვი ნახეთ, რა მდგომარეობაშია. გამწოვი, აქედან უნდა დაიწყოთ. საჭმელს როგორ აკეთებთ, თუ კი აი ეს ყველაფერი არ დასუფთავდა. აი როგორ უნდა გააკეთოთ საჭმელი? კი, ისე თუ ასე ტაფა სუფთაა, მაგრამ აი ამას როგორ გუობთ? ნახეთ, აი აქ ყველგან წვეთა მიმდინარეობს, აი ამას. ხო იცით რომ არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. აი ეს არის ყოვლა დაუშვებელი, ეს არის სირცხვილი, ეს არის ძალიან დიდი დანაშაული, აქაც ნახეთ, აი ზეთში სურავს ყველაფერი, კედელი საშინაო მდგომარეობაში არის, გასქურა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და აი აქ გადაიხედეთ და ყველაფერი აბსოლუტურად ზეთის ნაცვლში არის. ეს თუ არ გასუფთავდა თან სასწრაფოდ, ეს არის კატასტროფა, ეს არის ზუსტად აი იმას, რაზეც მე ვსაუბრობ, რომ ეს არის აი კონდენსატი, რომელიც ბრუნდება საკვებში და აი ეს ასეთ მდგომარეობაში იყო სამზარეულო, ეს არის ძალიან დიდი დანაშაული. აქ არის საწყობი, როგორც მივხვდი, ხო?
დამხმარე ფართო. ჩემთვის საინტერესო არის მაცივარი. აი რა ხდება მაცივარში. აი აქ შევძურეთ ეხლა და ეს ვნახოთ. ეს სასწრაფოდ ეხლავე გათიშეთ და გაასუფთავეთ. ეხლა მითხარით ხორც პროდუქტები, თევზი შეიძლება ერთად? არ შეიძლება. კონტეინერში ხო გაქვთ ჩალაგებული? კი ბატონო, დაახურეთ თავი, უკვე გამიჯნა იქნება. არ არის სავალდებულა სხვა მაცივარი გქონდათ. გამიჯნეთ. შევინახოთ, გამიჯნოთ, იმიტომ რომ აი ესე ყველაფერი ყველგან ეყაროს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ფარშს ხო ვერ გავრეცხავთ. ვერ გავრეცხავთ. ამიტომ მასზე არ უნდა იყოს დადებული არანაირი არაფერი ბინძური. მაცივრის ქვედა ნაწილი უნდა იყოს იდეალურად გაწმენდილი. აი ეხა ნახეთ მე თქვენ რას გაჩვენებთ. აი შეხედეთ საშინელება. აქ ნახეთ, აი ხელის მოსაკიდებელი. სხვათა შორის, როდესაც სადმე მივდივარ, პირველ რიგში რაც იპყრობს ჩემ ყურადღებას, ეს არის შესაერთებლები და მეორე ეს არის ყველაფრის სახელოვანი. მოიცეთ, ეს საპირფარეშო თანამშრომლებისთვის არის? მარტო? ანუ ესე იგი, თუ შემოვიდა ადამიანი და სტუმარი და მიირთმევს კერძს კაფეში, საპირფარეშოში ვერ შევა. ეს ძალიან ცუდია. სულ ახლო სამსახურებიდან მოდიან, აი მაგალითად აფთიაქია და მაგალითად. აი ნახეთ, ადამიანი მოდის ქუჩაში, გამვლელი, ხო? და შედის კაფეში, დალია ყავა. უნდა საპირფარეშოში შესვლა, სად წავიდეს? სახლში წავიდეს. თუ არა? ხელსაბანი გააქვთ? ანუ საპირფარეშო არა გაქვთ? არა. ოკეი, წავედით. აღმოჩნდა რომ საპირფარეშო არ არის, უბრალოდ არის, მაგრამ არა სტუმრებისთვის და არ მუშაობს. ვერ გავიგერა, მაგრამ ხელს კი დაიბანსო ადამიანიო. ნახოთ აბა სად შეუძლია დაიბანოს ხელი. აი კი ბატონო, აი ვინ იტყვის ეხლა რომ ეს არ არის სველი წერტილი. ნამდვილად სველი წერტილია, მობძანდით. მართალია ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. არ არის სუფთა. რაღაც გამოყენებული სხვისი ხელსახოციც კიდევს და აბსოლუტურად გაუგებარი წარმომავლობის რაღაც კონტეინერია. ხედავთ როგორი ბინძურია, არასასიამოვნო, მე არ მინდა არაფერს შევეხო, თუმცა წყალი მოდის. ეს საშრობიც არ მუშაობს, აქ ყველაფერი ძალიან ჭუჭყიანია და არასასიამოვნოა. შეიძლება გვითხრან რომ არ იყენებენ, მაგრამ როგორ არ იყენებს ადამიანი თუ ქუჩიდან შემოდის ჭუჭყიანი ხელი უნდა რომ დაიბანოს, ხო? მოკლედ, ტუალეტი აქ არ არის, არის აი ეს ონკანი და ნიჟარი, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. აი ეს მითხარით, ეხლა ეს თქვენ თვითონ მოგწონთ? არა, არ მომწონს, იმიტომ რომ ჩვენ ახლები ვართ, სულ ერთი კვირა დავიწყეთ. დიდი მადლობა რომ მობძანდით. და ჩვენ ამას გავითვალისწინებთ ყველაფერს და გამოვასწორებთ 2 დღეში. მოგეხმარებით, შეხედეთ? აი თიშავ, ვაღებ და всё, ვიწყებთ მაცივების რეცხვას. ყველაფერს აბსოლუტურად ყველაფერი თავის ადგილზე, ყველაფერი მოწესრიგდეს. სულ არ გამიჭირდება, ისე მიყვარს კახეთი. ისეთი კარგია. ჩამოვალ. მე მინდა მხოლოდ ის აი ჩემი თუ გინდათ პატივისცემა, ჩემი პატივისცემა არის ნებისმიერ მომხმარებელს ცეთ პატივი და ეს არის მოწესრიგებული ობიექტი. კატეგორიულად მოვითხოვ, გთხოვთ სასწრაფოდ, აი ამ წუთიდან დაიწყოთ რეცხვა დეზინფექცია. 2 დღის უკან გვესტუმრა ქალბატონი მადონა კოიძე საცხობში პატარ-პატარა შენიშვნები მოგცა, მივიღეთ, გავითვალისწინეთ. 2 დღეც არ დაგჭირებია, 1 დღეში აღმოვხმარეთ ეს სიტუაცია. შედეგს ხედავთ. პროდუქტის საყინური მაცივარის დასუფთავდა, გაიწმინდა, ჩალაგდა საქონელი კონტეინერებში, დასტიკერდა, თავსახურები აფარია.